მოგესალმებით. ვაგრძელებთ სახელმწიფო შესყიდვების კურსს. მე ვარ გიორგი გოგიბერიძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესი. შევეხები ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც გვხვდება ტენდერის გამოცხადებიდან ხელშეკრულების დადებამდე. სანამ უშუალოდ ტენდერის პროცედურებზე გადავალ, მოკლედ შევეხები სატენდერო კომისიის საკითხს. ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც ქმნის შემწყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს CET შემადგენლობის უმრავლესობით და რაც მთავარია, სატენდერო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს შესაბამის სატენდერო კომისიის ხდომის ოლქში, რომელიც ხელმოწერისთანავე იტვირთება სისტემაში. ელექტრონული ტენდერის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაცია, რომელსაც ამტკიცებს სატენდერო კომისია შესაბამისი სატენდერო კომისიის ხდომის ოლქმით. სატენდერო დოკუმენტაცია სისტემაში თავსდება ელექტრონულად, კითხვარის სახით, შედგება სხვადასხვა პუნქტებისაგან და სატენდერო კომისიამ კონკრეტულ პუნქტში უნდა მიუთითოს მხოლოდ ამ პუნქტისათვის გათვალისწინებული ინფორმაცია ან მოთხოვნა. სატენდერო დოკუმენტაციაში წესდება ასევე მოთხოვნები, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს როგორც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, ასევე თავად შესყიდვის ობიექტმა. ელექტრონული სატენდერო დოკუმენტაციის ველში ჩაშენებულია კითხვა-პასუხის მოდული, რომლის მეშვეობითაც სისტემაში მიმწოდებლად რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს სატენდერო დოკუმენტაციის კონკრეტული ჩანაწერის განმარტება გამოცხადებიდან წინააღმდეგობის მიღების დაწყებამდე და სატენდერო კომისია ვალდებულია განმარტება გააკეთოს კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდენო სამუშაო დღისა. ასევე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს შეუძლია მოითხოვოს განმარტება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაზე, ქმედებაზე და კომისია თავის მხრივ ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში. კითხვა-პასუხის მოდულში გაკეთებული განმარტება სატენდერო კომისიის მიერ არ უნდა იყოს ბუნდოვანი და მკაფიოდ უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას. შემდეგი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებ, ეს არის ტენდერის სტატუსები და ასევე ვნახავთ თუ რომელ ეტაპზე რა დოკუმენტები არის მოთხოვნილი და რომელი დოკუმენტების წარმოდგენას ავალდებულებს სატენდერო კომისია ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს. მას შემდეგ, რაც სისტემაში დარეგისტრირდება სატენდერო განცხადება, ტენდერს სისტემა ავტომატურად ანიჭებს სტატუსს გამოცხადებულია. ეს არის ტენდერის პირველი სტატუსი და ამ ეტაპზე ტენდერით დაინტერესებული მიმწოდებლები ეცნობიან სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა, სისტემა ავტომატურად ანიჭებს ტენდერს სტატუსს წინააღმდეგობის მიღება დაწყებულია და მოცემულ ეტაპზე პრეტენდენტებს საშუალება აქვთ აღნიშნულ ტენდერში წარადგინონ თავიანთი სატენდერო წინადადებები და მიიღონ მონაწილეობა ელექტრონულ ვაჭრობაში. როდესაც დასრულდება უკვე წინააღმდეგობის მიღებაც და ელექტრონული ვაჭრობა, სისტემა ტენდერს ავტომატურად ანიჭებს უკვე სტატუსს დასრულებული წინააღმდეგობის მიღება დასრულებულია და უკვე სისტემა აქ მომენტალურად ცვლის ტენდერის სტატუსს და გადადის უკვე შერჩევა-შეფასების სტატუსზე, რა ეტაპზეც ხდება პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნიმუშის ან ნიმუშის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა და განხილვა. მას შემდეგ, როდესაც სისტემაში აიტვირთება სატენდერო კომისიის ხდომის ოლქმი, რომელთაც მიღებულია გადაწყვეტილება პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ, ტენდერს უკვე შემწყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი ანიჭებს სტატუსს გამარჯვებული გამოვლენილია. ტენდერის მოცემულ ეტაპზე მოითხოვება სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები და ხდება ამ დოკუმენტების განხილვა, თუ რა თქმა უნდა აღნიშნულ მოთხოვნას შეიცავს თავიდანვე სატენდერო დოკუმენტაცია. უკვე როდესაც სისტემაში იტვირთება ოლქმი, რომლითაც მიღებულია გადაწყვეტილება
პრეტენდენტის ხელშეკრულების დასადებად მოწვევის შესახებ შემსწავლელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი ტენდერს ანიჭებს უკვე მომდევნო სტატუსს, ეს არის მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. ამ ეტაპზე შესაძლებელია პრეტენდენტის მიერ განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების დადებამდე და როდესაც უკვე დაიდება ხელშეკრულება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, აღნიშნული ხელშეკრულება იტვირთება სისტემაში და შემსწავლელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი აღნიშნულ ტენდერს ანიჭებს სტატუსს ხელშეკრულება დადებულია, რომელიც არის ტენდერის საბოლოო სტატუსი. თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე სხვა სტატუსებიც ელექტრონულ ტენდერში, მაგალითად ტენდერი არ შედგა, რომელიც ტენდერს ენიჭება ავტომატურად იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობის მიღება დასრულდა და ამ ტენდერში არც ერთ პრეტენდენტს მონაწილეობა არ მიუღია, შეწყვეტილია სტატუსი ტენდერს ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც სისტემაში იტვირთება ოქმი, რომლითაც მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნული ტენდერის შეწყვეტის შესახებ და რა თქმა უნდა ის მიზეზიც განმარტებულია თუ რატომ მოხდა აღნიშნული ტენდერის შეწყვეტა. და ბოლოს გვაქვს ესეთი სტატუსი დასრულებულია უარყოფითი შედეგით, რომელიც ტენდერს ავტომატურად ენიჭება მაშინ, როდესაც შემსწავლელი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სისტემაში დააფიქსირებს ამ ტენდერში მონაწილე ბოლო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, გამომდინარე აქედან აღნიშნული სტატუსის მქონე ტენდერში ყველა პრეტენდენტი არის დისკვალიფიცირებული. შემდეგი საკითხი, რომელსაც შევეხები, ეს არის ტენდერის მიმდინარეობის განსაზღვრული ვადები, რომლის დაცვასაც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ავალდებულებს სატენდერო კომისიას. დავიწყოთ პრეტენდენტის სატენდერო წინააღმდეგობის განხილვით. მას შემდეგ, რაც ტენდერს მიენიჭება სტატუსის შერჩევა შეფასება, სატენდერო კომისიამ უნდა განახორციელოს პრეტენდენტის სატენდერო წინააღმდეგობის შეფასება. მას ამისთვის აქვს დადგენილი არაუმეტეს 5 სამუშაო დღე. აღნიშნული ვადის გაგრძელება არის შესაძლებელი კიდევ 5 სამუშაო დღით, თუ არსებობს ობიექტური გარემოება და კომისია შესაბამისი ოქმით იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია ექვემდებარება დაზუსტებას, სატენდერო კომისიამ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის პრეტენდენტს უნდა განუსაზღვროს არაუმეტეს 3 სამუშაო დღე. რაც შეეხება უკვე წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვას, კომისიამ იგი უნდა განიხილოს ამ დოკუმენტების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამ განხილვის ვადის გაგრძელებაც არის შესაძლებელი შესაბამისი დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშის ან ნიმუშის ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისთვის სატენდერო კომისია პრეტენდენტს განუსაზღვრავს არაუმეტეს 15 სამუშაო დღეს. ამ ვადის გაგრძელებაც არის შესაძლებელი კიდევ 5 სამუშაო დღით შესაბამისი დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. ეხლა რაც შეეხება განხილვას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი სატენდერო კომისიამ უნდა განიხილოს ამ დოკუმენტის წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. განხილვის ვადას შეუძლია 2 სამუშაო დღე დაუმატოს, თუ რაიმე ობიექტურმა გარემოებებმა ხელი შეუშალა და ოქმით მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ნიმუშის და ნიმუშის ექსპერტიზის დასკვნის განხილვას, აღნიშნული სატენდერო კომისიამ უნდა განიხილოს მათი წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელებაც არის შესაძლებელი კიდევ დამატებით 2 სამუშაო დღით შესაბამისი დასაბუთებული ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის ექსპერტიზას ატარებს თავად შემსყიდველი ორგანიზაცია, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს ნიმუშის წარმოდგენიდან არაუმეტეს 15 სამუშაო დღეში. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია კიდევ 5 სამუშაო დღით შესაბამისი დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. რაც შეეხება სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარმოდგენას, ამისთვის სატენდერო კომისია განუსაზღვრავს პრეტენდენტს ვადას არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო წარმოდგენილი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები უნდა განიხილოს ამ დოკუმენტების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. გადავდივართ უკვე ხელშეკრულების დადების ვადებზე. სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად უნდა განუსაზღვროს არანაკლებ 4, არაუმეტეს 5 სამუშაო დღე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. მოცემული ვადის გაგრძელება შესაძლებელია კიდევ დამატებით
არაუმეტეს 5 სამუშაო დღით შესაბამისი დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებულია ის გარემოება, ის ობიექტური გარემოება, რამაც ხელი შეუშალა მხარეებს ხელშეკრულების დადებაზე და მოხდა აღნიშნული ვადის გაგრძელება. გადავიდეთ დისკვალიფიკაციის ტიპებზე, რომლებსაც ჩვენ ხვდებით ელექტრონულ ტენდერში, ასევე ვნახავთ თუ რომელი დისკვალიფიკაციის შემთხვევაში უბრუნდება საგარანტიო თანხა პრეტენდენტს და რა შემთხვევაში ექვემდებარება საგარანტიო თანხა ჩამოჭრას. დავიწყოთ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაციით. აქ რამდენიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პირველი, როდესაც პრეტენდენტის სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და სატენდერო კომისია ყოველგვარი დაზუსტების გარეშე ახორციელებს მის დისკვალიფიკაციას და ასევე დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის ფასწარმის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან ნიმუშის ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან მათი შეუსაბამობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და ყველა შემთხვევაში პრეტენდენტს ენიჭება დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო და მისი საგარანტიო თანხა ექვემდებარება პრეტენდენტისთვის დაბრუნებას. სხვა დისკვალიფიკაციების შემთხვევაში, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ, პრეტენდენტს საგარანტიო თანხა არ უბრუნდება და სისტემა ახდენს მის ჩამოჭრას დისკვალიფიკაციიდან დაახლოებით 10 კალენდარული დღის ვადაში. შემდეგი დისკვალიფიკაცია გვაქვს წინადადებაზე ვარის თქმის გამო დისკვალიფიკაცია. აქ ორ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პირველი, როდესაც წინადადების მიღების დასრულებამდე პრეტენდენტი სისტემურად აუქმებს ან გადახაზავს თავის სატენდერო წინადადებას, მის ამ ქმედებას სისტემა აღიქვამს მისი მხრიდან წინადადებაზე ვარის თქმად და ჩამოაჭრის საგარანტიო თანხას შესაბამის ვადაში და მეორე შემთხვევა, როდესაც ტენდერის მიმდინარეობის დროს აბობს უკვე ვარს პრეტენდენტი თავის სატენდერო წინადადებაზე წერილობითი ფორმით, სანამ ხელშეკრულების დასადებად მოიწვევენ. უკვე ამ შემთხვევაში სატენდერო კომისია იღებს ოქმით გადაწყვეტილებას ამ პრეტენდენტს მიანიჭოს დისკვალიფიკაცია წინადადებაზე ვარის თქმის გამო. სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების გამო დისკვალიფიკაცია პრეტენდენტს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტები, ან წარმოადგინა და არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს. რაც შეეხება ხელშეკრულების დადებაზე ვარის თქმას, აღნიშნული დისკვალიფიკაცია პრეტენდენტს ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი რაიმე ფორმით ვარს გამოხატავს ხელშეკრულების დადებაზე. მაგალითად, მოიწვია სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების დასადება და არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, არ წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების დადებამდე და არ დააზუსტა ფასების ცხრილი, რომლის წარმოდგენაც ეთხოვა მას ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. და ბოლო დისკვალიფიკაცია, რომელსაც ჩვენ ტენდერში ხვდებით, ეს არის არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო დისკვალიფიკაცია, რომელიც ტენდერს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩაიდენს ხელშეკრულების უფლების მოპოვების დადების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მისი მხრიდან ტენდერში ყალბი ინფორმაციის ან დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში, ან შეიძლება დაარღვიოს ინტერესთა კონფლიქტი, ან გარიგებაში შევიდეს სხვა პრეტენდენტებთან. ამ შემთხვევაში თუ დაადგინა სატენდერო კომისიამ აღნიშნული გარემოება, იღებს გადაწყვეტილებას, რათა მიანიჭოს პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. შემდეგი საკითხი არის უკვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თემა და ასევე წინასწარი ანგარიშწორების საბანკო გარანტიაზეც ვისაუბრებთ. იმ შემთხვევაში, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200,000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების დადებამდე მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 2-დან 5%-ის ჩათვლით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული ფასი 20%-ით მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, განისაზღვრება 2-დან 10%-ის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200,000 ლარზე, დაუშვებელია შემსწორებმა ორგანიზაციამ გამარჯვებულ პრეტენდენტს მოსთხოვოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენა. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში დასაბუთებულია შესყიდვის ობიექტის რათავისებურებამ განაპირობა გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ან პრეტენდენტი არის თეთრ სიაში, მისთვის გარანტიის ოდენობა ნახევდება. ასევე შესაძლებელია მიმწოდებელი სრულად გათავისუფლდეს გარანტიის წარმოდგენისგან,
თავისი საქმიანი რეპუტაციის და ცნობადობის გათვალისწინებით, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია გარანტიის წარდგენისგან ამ პრეტენდენტის გათავისუფლების შესაძლებლობა და საფუძვლები. შემდეგი საკითხი, რომელსაც შევეხები, არის წინასწარი ანგარიშწორების საბანკო გარანტია. წინასწარი ანგარიშწორება ხორციელდება იმავე ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, ანუ ჯერ უნდა წარადგინოს მიმწოდებელმა შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტია და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენს წინასწარ ანგარიშწორებას შემსყიდველი ორგანიზაცია. თუ მიმწოდებელი არის თეთრ სიაში, გარანტიის ოდენობა ახერხდება, ასევე წინასწარი ანგარიშწორება შესაძლებელია განხორციელდეს გარანტიის წარდგენის გარეშეც, თუ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც პრეტენდენტს ათავისუფლებს გარანტიის წარდგენისგან. უკვე წარმოდგენილი გარანტია შემსწავლელმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებასთან ერთად, ან ამ გარანტიის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. შემდეგი საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ეს არის დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენის შემთხვევები ტენდერის სხვადასხვა ეტაპზე. დაზუსტებული ფასების ცხრილი ამ შემთხვევაში საქმე ეხება განფასებას, ანუ ფასების ცხრილი ტექნიკურად გამართულია, თუმცა საჭიროებს განფასებას იმ თანხაზე, რა თანხაც პრეტენდენტმა დააფიქსირა სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის დროს. დაზუსტებული ფასების ცხრილი მოითხოვება ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ არ არის 20%-იანი კლება ტენდერში და არ არის საჭიროება ფასწარმოების ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის და ამ შემთხვევაში სატენდერო კომისია პრეტენდენტს დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენას ავალდებულებს დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ამ შემთხვევაში იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ხა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას, თუმცა 20%-ით ან მეტით დააკლო პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინააღმდეგობას ფასი და წარმოსადგენი აქვს ფასწარმოების ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ შემთხვევაში უკვე სატენდერო კომისია დაზუსტებულ ფასების ცხრილს ითხოვს ფასწარმოების ადეკვატურობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იმავე ვადაში, რა ვადაც განსაზღვრული აქვს პრეტენდენტს ფასწარმოების ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისთვის. დისკვალიფიკაციას რაც შეეხება, თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი, პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ხდება ისევ და ისევ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, გამომდინარე იქიდან, რომ ფასწარმოების ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა და განხილვა ხდება ტენდერის შერჩევა შეფასების ეტაპზე და დისკვალიფიკაციაც ენიჭება პრეტენდენტს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. შემდეგი შემთხვევა არის ესეთი, როდესაც ტექნიკური დოკუმენტაცია გამართულია პრეტენდენტის არ საჭიროებს დაზუსტებას, ასევე მის მიერ არ იქნა 20%-ით ფასი ჩამოკლებული თავის სატენდერო წინადადებაზე და მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტი ნიმუში. ამ შემთხვევაში სატენდერო კომისია პრეტენდენტს დაზუსტებულ ფასების ცხრილს ბოდიში ითხოვს შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად. იმავე ვადაში, რა ვადაც ნიმუშის წარმოდგენისთვის არის განსაზღვრული სატენდერო დოკუმენტაციაში. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა გაიგივებულია უკვე ნიმუშის წარმოუდგენლობასთან ფაქტიურად და ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. ეს იყო შემთხვევები, როდესაც ფასების ცხრილის წარმოდგენა ხდებოდა დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენა ხდებოდა ტენდერის შერჩევა შეფასების ეტაპზე. ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც გამარჯვებული გამოვლენილია ეტაპზე ხდება აღნიშნული დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენა. ეს არის შემთხვევა, როდესაც პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაცია არ საჭიროებს დაზუსტებას, ასევე არ არის წარმოსადგენი ფასწარმოების ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენას ითვალისწინებდა სატენდერო დოკუმენტაცია. ანუ სატენდერო კომისია ერთი ოქმით ავლენს გამარჯვებულად პრეტენდენტს და თუ სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებს სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების წარმოდგენას, ითხოვს დაზუსტებულ ფასების ცხრილს ამ დოკუმენტებთან ერთად. გამარჯვებული გამოვლენილია ეტაპზე. უკვე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა იწვევს დისკვალიფიკაციას არა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, არამედ სარეგისტრაციო უფლებრივი დოკუმენტების გამო და პრეტენდენტის საგარანტიო თანხა დაექვემდებარება ჩამოჭრას. შემდეგი შემთხვევა არის, როდესაც უკვე ფასების ცხრილის წარმოდგენა ხდება ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად, როდესაც არც ტექნიკური დოკუმენტაცია საჭიროებს დაზუსტებას,
არც ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს წარმოსადგენი პრეტენდენტს და არც შესყიდვის ობიექტის ნიმუშია მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით. სატენდერო კომისია იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოვლენის შესახებ, იწვევს პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად და სთხოვს დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოდგენას, ანუ განფასებას იმ თანხაზე, რა თანხაც მან სისტემაში დააფიქსირა ელექტრონული ვაჭრობის დროს. დაზუსტებული ფასების ცხრილის წარმოსადგენად სატენდერო კომისიამ პრეტენდენტს უნდა განუსაზღვროს არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო ხელშეკრულების დასადებად არა ნაკლებ 4, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადა. მაგრამ უკვე პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, როცა ის ხელშეკრულების დასადებად არის მოწვეული, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადებაზე ვარის თქმის გამო და მისი საგარანტიო თანხა, როგორც სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემის ამსახველი დოკუმენტების გამო დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, აქაც დაექვემდებარება ჩამოჭრას. შემდეგი საკითხი, რომელსაც ჩვენ შევეხებით, ეს არის ხელშეკრულების დადება. მე შეგახსენებთ ხელშეკრულების დადების ვადებს. სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4, არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, განუსაზღვრავს არანაკლებ 4, არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. დაუშვებელია ხელშეკრულების დადება 3 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულება შესაძლებელია დადებული იქნას როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. უცხოურ ენაზე ხელშეკრულების დადების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს იგი ქართულად. ხელშეკრულება იდება სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული პროექტის სახელშეკრულების პროექტის საფუძველზე, სატენდერო დოკუმენტაციისა და პრეტენდენტის სატენდერო წინააღმდეგობის შესაბამისად. სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, კარგად გრძამდებოდეთ.